ევროპამ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია. მაგალითად, როდესაც ევრო შემოიღეს, როდესაც ევროპის ეკონომიკური კავშირი დაარსდა, სადაც აღნიშნეს, რომ მათ ომის ნაცვლად მშვიდობიან გარემოში სურდათ თანაცხოვრება. ამას წინ უძღოდა პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ფრანკო-პრუსიული ომები, ნაპოლეონის ომები, 100 წლიანი ომი, ვარდების ომი. სწორედ ამიტომ ისინი მიხვდნენ, რომ მშვიდობაში ყოფნა კარგია. თუმცა მოგვიანებით პროცესები შეფერხდა. ევროკავშირმა ვერასდროს შეძლო ერთიანი ბაზრის სრულყოფა. შექმნეს ისეთი სისტემა, სადაც 27 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. დრამატულად შეამცირეს თავდაცვის ბიუჯეტი, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია ზედმეტად ბიუროკრატიული გახდა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამო მათ დიდი ბრიტანეთი დაკარგეს. ამან კი სხვათა შორის ორივე მათგანზე ნეგატიურად იმოქმედა. ჩვენ ვალდებულები ვართ გულწრფელები ვიყოთ. ტექტონიკურმა ფილებმა შესაძლოა მომავალი 20 წლის განმავლობაში მკვეთრად იცვალონ ადგილი. თუმცა თუ ოდესმე წიგნს დავწერთ იმის შესახებ, თუ როგორ დამარცხდა დასავლეთი, იქ აღწერილი იქნება, რომ ჩვენ ვერ შევძელით ერთიანები ყოფილიყავით გადამწყვეტ საკითხებში, რომ ვერ შევძელით სიღრმისეული პოლიტიკის წარმოება, რომ არ გვყავდა ყველაზე ძლიერი სამხედრო სექტორი მსოფლიოში და რომ ვერ შევძელით ევროპის დასუსტების აღკვეთა. ევროპის მიმართ მე შედარებით განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. ევროპელებს რამდენიმე მშვენიერი მიღწევა აქვთ, თუმცა ამავდროულად მათი ეკონომიკა ერთ დროს ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს უტოლდებოდა. ახლა კი ეს მაჩვენებელი 65%-ს უდრის. ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ ამერიკამ მათ რაიმე კუთხით ავნო. არა, ეს მათივე ბიუროკრატიის გამო მოხდა, მათივე შეცდომების გამო. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.